შემოშრალილი მშრალ ნაპირებზე. მოკლული ხმის სიცოცხლე. ჩემი ნიჭი ყვირილია. ჩემივე მოდგმამ გამასხვისა. ჩემი ნიჭი შურისძიებაა. დრო სათქმელის გამოხატვის განსხვავებულ ფორმებს ითხოვს. შესაბამისად, ამ ფორმების აღმოსაჩენად სახელოვნებო სფეროში მუდმივად მიმდინარეობს ახალი გამომსახველობითი საშუალებების ძიება და ექსპერიმენტები. თეატრის სტუდია ჰარაკის მონოპიესა ჰა სრულიად განსხვავებული ფორმის წარმოდგენაა. ქალაქი ნანგრევებზე აშენდა და დაიწყო ძველი რუკების ზებნა და დაშენება მათზე. რუკებზე ჩემი ხმა არ ისმის. ყველა მკვდარს აქვს ერთი სურვილი, გაასწოროს უკუღმართი. მოხვეს ამბავი თავისი ჩემი ხმით, რადგან მათი ხმა ჩაგვრელებმა გამოიყენეს ტყუებად. მაყურებელმა თავდაპირველად დამოუკიდებელ წარმოდგენად იხილა, თუმცა რეჟისორმა სანდრო კალანდაძემ იგი სპეციალურად შექმნა ჰამლეტისთვის, რითაც გონზაგოს მკვლელობა ჩაანაცვლა. მოკლედ ჰამლეტი იძახის ესეთ სიტყვებს, რომ ეს წარმოდგენა მე გამიმხელს მეფის სინდის. მე ვიფიქრე, რომ რატო არ შეიძლება, რომ ისეთი ტექსტი იყოს, რომელიც მეფის სინდის კი არ გაამხელს, რაღაც ყველას ჩვენ სინდის გაამხელს რა. და ეგ იყო რაღაც დასაწყისი მაგ ჩანაფიქრის. და მე მარიამმა თვითონ მოიტანა რაღაცები და მე რაღაცები გადავარჩიეთ, შევკრიჭეთ რაღაცები. მივიღეთ ეს ტექსტი ხო. მაგრამ გვინდოდა რომ თან დღეს აი ეხლა რაც ხდება სხვადასხვა ომზე და სისხლის ხრაზე და ბავშვების ხოცვაზე ყოფილიყო. თან რაღაცნაირად ეხლა ცალკე აღებული თლიანად სიმძიმეა რა რაღაცნაირი და ჰამლეტს ისე ვაკეთებთ რომ თან ძალიან გასართობია რა და მე უცებ ეს რაღაცას ხანჯალივით შემოდის რა რაღაც ნაწილში. მე ვარ ბავშვი, რომელიც მოკლეს სანამ ხმა სამოიღებდა. ამიტომ საჩუქრად ყველას ხმა მომეცა. ყველას ხმა, ვინც მოკლეს ხმაურიანება და ნიჭი მომცეს ყვირილის. მარია მეგვინიტეს ტექსტი აპოკალიფსით, შეუწყნარებლობით, სიხარბით, სისასტიკით, სიძულვილით შეძრწუნებული ადამიანის სასოწარკვეთის გამომხატველია. ტექსტი ჩემი აზრით ბუნებრივიც არის, რომ ესეთი მძიმეა და ბრუტალურია და ხო ისეთია. ამიტომ მგონი რომ ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ომებს გამოხმაურებოდით და რაღაცნაირად რეაქციაში ყოფილიყავით მოკლედ რა რაც ხდება და იმის ადეკვატურად ყოფილიყავით და კიდევ უფრო მძიმე მგონია რეალობა ვიდრე ჩვენი ტექსტია. შენი ბავშვობა გახსოვს? შენი პატარა სახე და ხელები, ყველაფერს რომ მოდარებდით, ფეხს, მუშს, პირს, დარტყმას, ძალას, მოჭერის ძალას, სხეულის სიმაღლეს, ხელის ზომას, შენ მომიგე. ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვა. ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვა. ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვა. ეს არ არის ომი, სუნთქვა, ბგერა, მარცვალი, სიტყვა. პირველ ქმნილი თანმიმდევრობით შექმნილი ტექსტი ჰა. სამყაროს ანი და ჰოე. პირველ ქმნილი ემოცია. პირველ ქმნილი ფიქრი. დედამიწის ჯოჯოხეთს გამოვლილი. აპოკალიფტურ სამყაროში ეულად დარჩენილი ადამიანის ტკივილით გაჯერებული სუნთქვა. ტკივილით გაჯერებული ბგერა. ტკივილით გაჯერებული სიტყვა. მონოლოგი. არიცოდი, ადამიანის დღე შეიჭრა სასახლეში, ჩვენი ქალაქი შეიჭრა ზღვაში, არასასურველი დღე, არასასურველი ქალაქი, ფესვგადგმული დღეები ვერ დაიძრება, ფესვგადგმულ ჩვენ ოჯახებს დღეებზე მარტივად გადავადგილებთ, შევიჭრებით. სცენოგრაფია თავიდანვე ეგრე იყო ჩაფიქრებული, რომ რაღაც თითქოს პირობითად რო ავიღოთ ღაზას დანგრეული სახლი, ნებისმიერი არც უკრაინის, ნებისმიერი ქვეყნის
სადაც ახლა ომია დანგრეული სახლი გვინდოდა რომ დაგვემსგავსებინა და ეს სპექტაკლი არის, ანუ სპექტაკლი სპექტაკლშია და ეს დეკორაციაც არის ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი. უბრალოდ თქვენ ახლა ფრაგმენტი ნახეთ. ჰამლეტიდან გამომდინარე და მაგიტო არის ესეთი პირდაპირი და მაგიტო აქვს დეკორაციის სახე და თითქოს აი ხედავთ რომ დეკორაცია დგას და არაფერს არ უმალავთ. იმიტომ რომ ჰამლეტს ალბათ ჰამლეტის როლი იქნებოდა რომ პირდაპირ ყოფილიყო. კი, რთული იყო ძალიან ბევრი მასალა შევისწავლეთ და ეს ფოტოების ზოგადად რთული იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ აი არ ვიცი მორალურადაც ხელოვნებაში რამდენად შეიძლება ესე პირდაპირ რაღაც გადმოღება და ჩვენება არ ვიცი. დიდხანს მაგაზე ფიქრობდით, მაგრამ რადგან პასუხისმგებლობა უფრო ჰამლეტზეა დაუშვიდეს. მე ვარ უღურო სახს ვაშენებ კი არ უღურო გაგ გოგ გაგ გოგ მე ვარ უღურო სახს ვაშენებ კი არ უღურო გაგ გოგ გაგ გოგ მე ვარ უღურო სახს ვაშენებ კი არ უღურო გაგ გოგ გაგ გოგ მე ვარ უღურო სახს ვაშენებ კი არ უღურო თვითონ ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის სამსახურის სხვადასხვა ტექნოლოგიები და ტექნიკები და სუნთქვა ხოლმე მთავარი ენერგიის წყარო არის ჩვენს სხეულში და რაღაცნაირად ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, სუნთქვითი, არ ვიცი სფერო არა, მაგრამ თერზოპოლოსთან ვიყავი თან ჩასული ერთი თვე, ეგეთი ბერძენი რეჟისორია. აქ ესეთი თავის ტექნოლოგია შექმნილი ქვია დიონისეს დაბრუნება, ესე ეძახის თვითონ და სხვადასხვა სახის სუნთქვითი სავარჯიშოებია, რომელსაც ასევე ისიც სპექტაკლში იყენებს და მე მინდოდა რომ თან რაღაცეები რაც იქ ვისწავლე, ამეღო რაღაცეები მე და ანანომ თვითონ პროცესში ვიპოვეთ. და ხო აი თვითონ ჰამლეტშიც ჩასმულია მთელი ეს სავარჯიშოები, ოღონდ ამ ინტენსივობით არა, ეს არის რაღაცა კულმინაცია იმ ყველაფრის, რაც მანამდე მოდის. ზართული ტექსტია და არ ვიცოდი საერთოდ ეს ტექსტი როგორ უნდა გამეკეთებინა. იმიტომ რომ არ აქვს დრამატურგია, არ ყვები არანაირ ამბავს, რაღაცა ფრაგმენტულად არის ხო და ზოგჯერ ვარ სხვა ადამიანების ხმა. და ეგ იყო მთავარი გამოწვევა ჩემთვის, რომ ეს ტექსტი როგორ ანუ საბეზრებელი არ იყოს, ან გასაგები იყოს, არც პათეტიური არ იყოს. და ამიტომ აი სავარჯიშოები მე სანდრომ ჩვენმა რეჟისორმა რომ გამაკეთებინა და ფორმა რომ მოუძებნეთ, ყველაფერი ძალიან გაამარტივა. დაეცა უთავო და იქ 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 დაეცა უთავო. ალა, ყველა მეკითხება ამ სუნთქვებზე და მე ვერ ხვდები ეგეთი რთული რატო, იმიტომ რომ რაღაც მარტივად ავაწყეთ სანდრომ რომ გამაკეთებინა ეს სუნთქვები, ისეთი რთულიც არ მომიჩვენა. პირიქით მე მეხმარება ეს სუნთქვები, რომ ხმა უფრო გაძლიერდეს და აი ამ ტექსტის მოტანაში ზუსტად ეს სუნთქვები და ეს სავარჯიშო მეხმარება, ამიტომ მე პირიქით მიიოლებს საქმეს, ამიტომ არ ვიცი. ქუჩაზე, სადაც პეპლები დაფრინავდნენ მოვარდა მანქანა, რომელიც ცეცხლს ისროდა. პეპლებმა არ იცოდნენ, რომ ეს მანქანა მათ დაწვავდა. იქნებ გაძლევ ჩემს სახლს, გითმობ ჩემს ოთახს, მიაბის სახლებს ფეხები გაიქცნენ. წაიღეთ ოკიდ დაბული, მე ვეღარ დავდივარ. ამ სხეულს ვერ მეუბნები, შედი და არის სუნთქო სანამ საიქიოს ჰაერს არ იგრძნობ, იბრძვის ეს მანქანა ჩემს გარეშე და მე აღარ შემიძლია, ამიტომ წაიღე ეს სახლი. ანანო მახარაძე ხშირად ცვლის რიტმს. ეს ცვლილება გავლენას ახდენს ტექსტის შეფერილობაზე, ტონალობაზე და შინაარსზეც კი. აი რაღაცეები ძირითადი ბირთვი როგორც მიდის ეს ტექსტი რა დინებაც აქვს, როცა ვამბობ, პრინციპში თავისთავად ტექსტმა მიკარნახა, რომ დავიწყე ამის კითხვა, ხმაც, სიჩქარეც, ანუ რითმიც, ტემპიც და რაღაც მხრივ ხასიათიც თვითონ ტექსტმა მიკარნახა, არ ვიცი, თავისთავად მოვიდა და გავყევი მაგას. მე რაღაცეები რა თქმა უნდა სუნთქვებმა თავისი მიკარნახა,
და საურჯიშოებმა ამაწყობინა, მაგრამ აი პირველი ორი რეპეტიცია, პირველად რო წავიკითხე, აი რაც მაშინ იყო, როგორც წავიდა, თითქოს რაღაც ძალიან თავისთავად გამაკეთებინა ტექსტმა, ამიტომ ძალიან ვენდე ამ ყველაფერს. ხო, ბევრი მაგაზე აღარ გვიმუშავია ეს თავისთავად არის, როგორც არის, ხო? ომები იმიტომ არ დაიწყება, რომ ბავშვები არ გაიზარდონ დედების გარეშე, არ გაიზარდონ სიყვარულის გარეშე, არ გაიზარდონ მშობლების გარეშე, მეგობრების გარეშე, სახლის გარეშე, წყლის გარეშე. ესე იგი ამოვიღებ ხეს და სწორად დავრგავ. არიცოდი, ჰოდა მისმინე. თუ წარმოდგენის დასაწყისში მაყურებლისთვის მოულოდნელი და შემეცბუნებელია მსახიობის სხეულის სიშიშვლე, რამდენიმე წუთში ყველა თანხმდება, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ტკივილებით დასერილი სულის ამოძახილი ფრაგმენტებად, ნაგლეჯებად იფრქვევა პირველქმნილი სხეულიდან. თავიდან რო წავიკითხე ტექსტი, მე რეჟისორი და დრამატურგი ვისხედით და რაღაც ტექსტზე დაველაპარაკეთ და ვთქვით, რომ როგორ წარმოგიდგენია სად ვარ, როგორ ვზივარ, რა მაცვია. სამივე ტვინში გქონდა, რომ რაღაც სხეული უნდა ჩანდეს, რაღაცა ძალიან აი ფიქოს პირველში ყოფილი, ან რაღაცა როგორ თქვა. ხო, შიშველი უნდა იყოს, ჩვენ ტექსტიც იმდენ შიშველია, რომ ეს რაღაც სხეული სამივე ერთდროულად დავინახეთ. და მე სიმართლე გითხრათ, არ მეშინია და არ არის ხა ესეთი დიდი გამოწვევა, სხეულია, ყველას გვაქვს სხეული. არ ვიცი, ხო, თან რაღაც დროც ხო არის, რომ ეს სხეული თეატრში ესე დიდი მოვლენაც არ იყოს პრინციპში და მინდა რომ ხო, ესეთი თან ვეცადეთ, რომ ესეთი პედალი არ ყოფილიყო ამაზე. ხო, თავარი ალბათ ეგ არის, რომ ესე თვალსაცემათაც სანცდად არ ყოფილიყო და მე ვისურვებდი, რომ მოკლედ რაღაც დიდ მოვლენად არ იქცეს შიშველის სხეულის თეატრში დანახვა. სიშიშვლე თითქოს საერთოდ არ მოდის, როგორც რაღაცა ანუ არ გაგანცდა, რომ რაღაც ქალის შიშველს სხეულს უყურებ, უბრალოდ რაღაც შიშიშვლეს ხედავ რა. და ეგრე მინდოდა ყოფილიყო. თან მინდოდა, რომ სუნთქვის აპარატი მთლიანად გამოჩენილი იყო, მხრები, მკერდი, მუცელი, დიაფრაგმა, რომ პროცესში რო იქნებოდა, რომ ჩანდეს რა. ერთ-ერთი ეგ იყო კიდე ერთ-ერთი მიზეზი და ნდობის ფაქტორს რაც შეეხება, ხო ჩვენ დიდი ხანია უკვე მუშაობთ, ჰარაკი რო დაარსდა. პირველი ანანო იყო, რომელიც შემოვიყვანე მე მგონი ერთ-ერთი და იმის მერე ერთად მოვდივართ და რაღაცა უფრო უგებთ ერთმანეთს და ვენდობით. მეც ძალიან ვენდობი ანანოს, რა ვიცი, რომ აი ყველაფერს აწევს რაღაცნაირად, უცნაურია, მაგრამ ეგრე არის. მე ხარ როგორც მსახიობი უფრო მაინტერესებს ახალი, რათა ქამდე არ გამიკეთებიან, არ მინახავს. ამიტომ ხო ექსპერიმენტი უფრო საინტერესოა ჩემთვის და პროცესია, ხა ეს ახალი თეატრია, ესეც ჩვენც ასეთ ისე ახალგაზრდები ვართ და ეხლა ვართ პროცესში, ამიტომ არ მეშინია, რომ ან არ გამოვა ისეთი კარგი, ან ვიღაცას არ მოეწონება, ნუ რა მოხდა, ვეძებთ რაღაცას და ვითარდებით, მეგრე მგონია და ხო, პროცესია, ჩემს ყოველთვის მნიშვნელოვანი პროცესია, რა პროცესს გავდივართ. შეიძლება არ გაამართლოს რაღაც ხერხმა, რაღაც ფორმა, ნუ არა უშავს ხმერს ხოს მოძებნით და ხო, ჩემთვის როგორც მსახიობისთვის და თლიანად როგორც კოლექტივისთვის და ჯგუფისთვის ექსპერიმენტი და ახლისება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სფეროც განვითარდეს და ხო, მაყურებლისთვისაც და ხალხისთვისაც რომ უფრო საინტერესო იყოს. Mauricio! Ikasmeva Jarino! Ikriveva Jarino! Ikasmeva Jarino! Ikriveva Jarino! Ikasmeva Jarino! Ikriveva Jarino! Ikasmeva! Ikriveva! Ikasmeva! Ikriveva! Ikasmeva! Ikriveva! Ikasmeva!
პლასტმასის კვალი განადგურდება. ღია სივრცემ სტუდენტებისთვის პლატფორმა ლაბორატორია შექმნა, რომელიც ახალგაზრდა დამწყებ არტისტებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას სთავაზობს. ხო, რა თქმა უნდა, შეუძლია. ეს დამოკიდებულია კონცეფციაზე და რამდენად არის ამ სივრცის კონცეფციაშიც, რამდენად ჩდება თვითონ ნამუშევარი, ხა. აქ მაგალითად ვიღაცამ როუცებს სტრინდბერგის ძალიან კლასიკური დადგმა გადაწყვიტოს, არ იქნება მცლად ლოგიკური ამ სივრცეში, რომ აღმოჩნდეს. მაგრამ შეიძლება ეგეც აღმოჩნდეს კი. სტუდენტური სპექტაკლი შინ ნულისაკენ სწორედ ამ პლატფორმის სახელოსნოს ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. დოკუმენტური თეატრის ვორქშოპის მიმდინარეობისას, რომელსაც მიშა ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე უძღვებოდნენ, გაჩნდა იდეა შექმნილიყო სპექტაკლი ეკოლოგიის თემაზე. თავიდან დავიწყეთ კვლევა ამ თემის და გვაინტერესებდა ამ ეტაპზე სად არის დედამიწა და თქვათ რა ბედი ელოდება და მივადგეთ კაპიტალიზმს, შემდეგ უკვე მივადგეთ მარკეტინგს და ასე ვთქვათ ეკოლოგიის და ეკოსისტემის მტრებად გამოვაცხადეთ ეს ჩვენში, რა თქმა უნდა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ კვლევას ყველა ერთად ვატარებდით და ჩვენი სურვილი იყო გამოსავლის პოვნა, რაც საბოლოო ჯამში სასაცილო აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით, რომ არაფერი არ შეგვეძლო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად გამოგვეგონა ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ტიპები და შეუძლიათ მოშორდნენ საერთოდ დედამიწას, არ იფიქრონ საკუთარ თავზე, არ იყვნენ ეგოისტები და მოკლედ იზოლირდნენ სამყაროსგან მთლიანად და მას მისცეს შესაძლებლობა გადარჩენილიყო და როგორც მე ნახეთ, ამან შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. გავიხსენოთ რამდენი მნიშვნელობა თამბისთვის, რამდენი მიმზოდეთ ატმოსფეროს უფრო ფართო ხედვისთვის, ოკეანის გასუფთავებისთვის, მიკროპოლიეთილენისგან მისი გათავისუფლებისთვის, ტრანსფერისთვის, შემდგომი სისტემა, რომელიც ყველა მომენტს თავს ერთად აგროვებდა ნარჩენებს დედა პლანეტის ყველა ცენტრში, ყინულებს, კლდეებს და ქვიშის ზედაპირებიდანაც კი. ამით მიერაში ჩავთვლით ორიენტი. ჩვენ როცა დავიწყეთ უკვე უშუალოდ პიესის წერა და მივხვდით, რომ რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის დაცინვა გამოდიოდა, იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნა ალბათ ცოტა რთული იქნებოდა, რაღაც მეტი სიზუსტე დაგვჭირდებოდა, თუმცა თუ ამაზე ცოტას გავიცინებდით და მაყურებელსაც გავაცინებდით, იმიტომ რომ სერიოზულმა მიდგომამ როგორც წაღან აღნიშნე, ვერაფრამდე ვერ მიგვიყვანა და მივხვდით, რომ ჩვენ ეკოსისტემას ვერ ვიხსნით ამ განსაცდელისგან, გადავწყვეტეთ რაღაც ჩვენი სამყაროს ვერსია წარმოგვედგინა და ფორმატ შესაბამისად მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით აუცილებლად გვინდა და გვეჩვენებინა, როგორ არიან იზოლირებულები ადამიანები ამ დედამიწისგან და ფორმა ზუსტად ამიტომ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ეს არის ანა გურგენიძის ნამუშევარი არაჩვეულებრივი ხატვის. როგორც შინაარსიდან ირკვევა, ეს ადამიანები, რადგან იზოლირდნენ ეკოსისტემისგან, შექმნეს კაფსულები, რომელიც მთლიანად არის სამყაროს მოწყვეტილი. ისინი ცხოვრობენ აქ და შიგნით აქვთ მიკროსამყარო შექმნილი. თავიდან გვინდოდა, რომ კაფსულები ყოფილიყო და ერთად მსჯელობდით ყველა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კაფსულა და შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ რაღაც თავები ყოფილიყვნენ, ადამიანები და ტანები არ ქონოდათ და ეცხოვრათ ესეთ გარემოში. ჩამშენას ორბილიაცნა მაგალითი შესაძლებელია
ჭამა და ზონაში დაიყო კიდეც. ადამიანები გრძნობებისგან არიან დაცლილი. აღარც კი ახსოვთ რა არის ჭამა, რა არის სიყვარული. ხელოვნური ინტელექტი განუმარტავს ამ ცნებების შინაარსს. ანუ ეს ადამიანები ძალიან დაემსგავსენ რაღაცნაირად რობოტებს, იმიტომ რომ თუ ადამიანებს არ ექნებათ გრძნობები, არ შეჭამენ და ერთმანეთი არ შეუყვარდებათ და რაღაც სხვადასხვა ადამიანურ საქმიანობებს არ ჩაიდენენ, უფრო ხდებიან რობოტები და ზუსტად მაგაშია ბაგი მას 57 B14-ის, რომელიც გარბის კაფსულიდან, რომ მას უნდება Big Mac-ი. ანუ ამ რაღაც საოცარ სპექტაკლ და წმინდა სამყაროში, რომელიც ძლივს შექმნეს, მოუნდა ადამიანს Big Mac-ი, ხო? და ამის გამო გარბის და ზუსტად პრინციპში ამაზეა პიესა მთლიანად. დავიცეთ და დავაიგრაციის სიტყვა ჭანდაბა. ორი ერთეული. ხოთ ეს სიტყვა უბრალოდ აღარ გამოიყენოთ. რა ჭანდაბა ხდება? დავიცეთ და დავაიგრაციის სიტყვა ჭანდაბა. ერთი ერთეული. ხოთ ეს სიტყვა უბრალოდ აღარ გამოიყენოთ. გარემო, რომელშიც პერსონაჟები იმყოფებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და შესაბამისად, ის არის ყველაფრის მაკონტროლებელი. აკონტროლებს ყველაფერს, სიტყვასაც კი. სამყარო, რომელიც შექმნეს ადამიანებმა, იმდენად არის დაცლილი ყოველგვარი მავნე, როგორც ლექსიკისგან, ასევე ნივთიერებებისგან და ასე შემდეგ, AI აკონტროლებს იმას, რომ მათ არც დაბალი ვიბრაციის სიტყვები, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ის ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს, შემთხვევით არ ასე ვთქვათ, დააზიანონ. და კი AI აკონტროლებს მათ, თუმცა ჩვენ ბევრს ვფიქრობდით, რამდენად გვინდოდა, რომ სისტემას ემართა ეს ადამიანები და ბევრს მსჯელობდით, იმიტომ რომ არ გვინდოდა სიძამთვილეში ისეთი სამყარო, რომელსაც სისტემა ზოგადად მართავს. ამიტომ AI შევეცადეთ, რომ ყოფილიყო ნაწილი ამ ადამიანების, თუმცა საბოლოოდ მაინც გამოვიდა, რომ AI-ზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანებმა შექმნეს, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვართ და გვიწევს ამ სამყაროში ცხოვრება. 157 B14-ის ემოციური აღდგენისთვის საჭიროა 1,841 ნეირონული ხმა. შესაბამისად დარჩენილია სატელიტური გალაქტიკის 107 ნაკადი. დავიქცევდა უცხოურსანება. ხოთ გაიმეორეთ. რა ხდება? აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებდნენ საბოლოოდ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ რეპეტიციებზე მოვდიოდით ხოლმე და რჩევებს ვაძლევდით. და რაღაცებს ითვალისწინებდნენ, რაღაცებს აითვალისწინებდნენ. პირველი იყო დაუშვათ თემაზე შეთანხმება, რა თემაზე იმუშავებდნენ, შემდეგ უკვე დაიწყეს მასალების მოძიება ამ თემის ირგვლივ. მერე გზა და გზა ჩამოყალიბდით, თქვათ, რა ფორმის ტექსტი უნდა დაწერილიყო, რა ფორმის როგორ უნდა დადგმული იყო მერე ეს და ამ ყველაფერს ესე პროცესუალურად გავდიოდით ერთად. ჩვენ თქვათ უზიარებდით ჩვენ გამოცდილებას, რაც თქვათ ამ ბოლო წლების განმავლობაში დაგვიკროვდა დოკუმენტური თეატრის მიმართულებით და ისინი მათთვის სასურველ ფორმებს ირჩევდნენ თქვათ და როგორ უნდათ რომ ეს პროცესი განევითარებინათ, თლიანად მათზე იყო მაინც საბოლოოდ დამოკიდებული. ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი. არის შემთხვევები, როდესაც სრულიად დამოუკიდებლად მიგნებული ხერხის მსგავსი ან ანალოგი მსოფლიოს რომელიღაც კუთხეში შექმნილ სპექტაკლში, ნაწარმოებში ან ნამუშევარში აღმოჩნდება. ძალიან ბევრი მაშინვე იწყებს პლაგიატზე საუბარს. მაგ საკითხთან დაკავშირებით პრინციპში, აი ორიგინალურობასთან დაკავშირებით მე პირადად არ მაქვს
ესეთი პრეტენზიული მოთხოვნები, იმიტომ რომ რა ვიცი, ორიგინალური არაფერი აღარ არსებობს ამ სამყაროში, უკვე დიდი ხანია პრინციპში მე-20 საუკუნიდან დაწყებული. მით უმეტეს, როცა ამდენი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად და იმდენ რაღაცას ნახულობ, რომ შეიძლება აღარც გახსოვდეს უკვე რა ვიცი 3 დღის შემდეგ წინა დღეებში რა ნახე და შეიძლება ისე დაემსგავსოს შენი ნამუშევარი ვიღაცის ნამუშევარს ავსტრალიიდან, რომ არც გახსოვდეს ეს. გააჩნია რითმს გავსება. აი ზოგჯერ არის რომ შენ თვითონვე არ გინდა რომ რაღაც პირდაპირ კოპირება გააკეთო რაღაცის ეს ბუნებრივია და არც ერთ არტისტს არ უნდა, მაგრამ მსგავსება ჩემი აზრით პრობლემა კი არ არის პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც საერთო იდეები არსებობს სამყაროში, რასაც სხვადასხვა არტისტები იზიარებენ და თავისებურად აკეთებენ ამას. შეიძლება კონცეპტუალურად გავდე ვიღაცის ნამუშევარს, ან ფორმით გავდეს რაღაცით. ეხლა ეს სპექტაკლი, რა თქმა უნდა, მათი საავტორო ნამუშევარია, მაგრამ ესე აი მაგალითად სახის მიმიკას როგორც იყენებენ, ან ტექსტს როგორც იყენებენ, როგორც ლაპარაკობენ, როგორც მეტყოლებენ, შეიძლება რომ რაღაც მსგავსი მაგალითები მსოფლიო თეატრის პრაქტიკებიდან მოვძებნოთ, რომ მოვინდომოთ. ანუ რომ მოინდომო ყველაფრის რაღაც პირველ წყაროს ფისის ბრჭყალებში აღმოაჩენ, იმიტომ რომ პირველ წყაროს რა არის უკვე კაცმა არ იცის ამ დროში. მუშაობის პროცესში იმდენი იდეა არსებობს ხოლმე ზოგჯერ და ჩვენთან როგორც მუშაობთ ეს ძალიან კოლექტიურია ხოლმე მართლა და სულ ვცდილობთ რომ თანაბრად იყოს ყველა ჩართული. ამიტომ ძალიან ბევრი იდეა იყრეს რა თქმა უნდა თავს და მე აქედან უნდა ამოარჩიო რომელი გინდა ყველაზე მეტად, რომელი ყველაზე ზუსტი, უფრო სწორი ალბათ ესავით რა გინდა. აი ხა ჩემ სპექტაკლზე ბოლო აქ რაც გავაკეთეთ 2 წელი მუშაობდით და იმდენი ვერსია გვქონდა მაგალითად უკვე დასაწყისში როცა უკვე უნდა დაგვეწყო რეპეტიციები რომ ცოტა აღარ შეგვეძლო. ცოტა მაგან დაგვალა მე მაგიდან რომ გამოვrკვეულიყავით. მაგრამ ნუ ეგ ძალიან ძვირფასი პროცესია ეგ. მადლობას ვეტყოდი ალბათ ღია სივრცეს ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ ეს არის დოკუმენტური თეატრის სახელოსნოს ფარგლებში გაკეთებული სტუდენტური პლატფორმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ღია სივრცეს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო თითოეული ჩვენგანისთვის, ამიტომ მადლობა სივრცეს.